ცოტა განსხვავებული გადაცემა გამოგვივა დღეს, იმიტომ რომ ზურასაც თხოვე უფლება და თვითონ ზურას აზრიც მაინტერესებს და მინდა ვათქმევინო აი ამის შესახებ, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ პრინსტონში. აგერ გავაკეთე კიდე ზბანერი პრინსტონამდე დარჩა, შეხვედრამდე პრინსტონში დარჩა 53 დღე. და რა არის ეს? ეს არის ჩვენი მცდელობა სწორი კომუნიკაცია ავაშენოთ, დავიწყოთ ყოველ შემთხვევაში ემიგრაციის სწორი კომუნიკაცია და ემიგრაციის შესაძლებლობების მობილიზაცია მეტად მოხდეს. ნახოთ, იმედი გვაქვს ყველაფერი გამოგვივა. მე ძალიან იმედი მაქვს, რომ თავად ზურა მონაწილეობას მიიღებ და ვისაც გინდა ზურა გურუნთან შეხვედრა და მისი მოსმენა, ხელის ჩამორთმევა, ეს შესაძლებლობა იმედია გვექნება და მე გზადაგზა ვაჩვენებ აი მიმაებს არის მუსიკალური ნაწილი, არის სპორტული ნაწილი, ეს უფრო ხალხის მობილიზაციისთვის და რაღაც ასეთნაირად პოზიციის გამოხატვისთვის და არის პანელური ნაწილი. სადაც იქნება ინგლისურენოვანი პანელი, ბიზნეს პანელი, საქართველოს შესახებ და ამერიკის შესახებ ურთიერთობები როგორ უნდა იყოს, როგორ არის, როგორ აეწყობა და ერთ რამეზე მინდა ზურას ყურადღებაც გავამახვილო, თვითონაც თქვა ცოტა. ზურა მიცის ხოლმე აი ესეთი დიდი სურათის დანახვა და ძალიან კარგად გასაგებად დახატვა და აი ჩვენ დავაკვირთ სპორტულ ნაკრებს თუშის ტურნირი. გააზიარე კიდე ჩვენც ჩვენი აფიშა და თუში კახათილიძე ეს არაჩვეულებრივი ადამიანი სამწუხაროდ დაიღუპა, შეეწირა, გმირულად შეეწირა ბრძოლას. არის აი ძალიან სამაგალითო ისტორია იმ ქართულ-ამერიკულ-უკრაინული სამკუთხედისა. და იქ პატარა ვიდეოც არის თვითონ თუში ამბობს, რომ ჩვენ ქვეყანას გაუფრთხილდით და საქართველოსთვის იბრძოდა იქ. რასაკვირველია, მაგრამ არა მარტო საქართველოსთვის, უფრო დიდი მიზნებისთვის და აი ეს ქართულ-უკრაინულ ამერიკული ისტორია შენ როგორ ხედავ ამას რანაირად შეიძლება აუხსნათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბევრი მიზეზების გამო. მოიცალმებით ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს საქართველოსით, საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ამ შესავალს, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მთელი სულითა და გულით უჭერ მხარს ამ წარმოწებას. თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ღერძად იქცა ფაქტიურად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთ-უკრაინის ომი. მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება, ხომ მთელი ცივილიზაცია, რაც არის ნათელი მხარე, ყველანაირად ცდილობს, რომ უკრაინას დაუდგეს გვერდით და მონაწილეობა მიიღოს მის დაცვაში და უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში და რუსეთთან მათ დაპირისპირებაში. რომ ხელი შეუწყოს მაქსიმალურად და ამ დროს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელი მთავრობის ოფიციალური დამოკიდებულება ამ ყველაფერთან, მეტნაკლებად ასე ვთქვათ, ნეიტრალური და შეიძლება ითქვას არა მარტო ნეიტრალური სამწუხაროდ, როდესაც რუსეთი გაქებს, მუდმივად გაქებს ეს უკვე იმის მაჩვენებელი წავიდა რამდენიმე დღის წინათ ზახაროვამ კიდევ ერთხელ უმღერადი თირამბები ჩვენს ასე ვთქვათ მამამარჯენელს და მის მთავრობას, ჯიბის მთავრობას. შესაბამისად ის ხალხი, რომლებიც იბრძვიან დღეს, ის ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინის მხარეზე იბრძვიან და უპირისპირდებიან მონსტრს, რუსულ მონსტრს, წარმოადგენენ ნამდვილი საქართველოს, ასე ვთქვათ, სინდისის მეომრებს. ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც ჩვენ ნამუს მოგწმენდნენ მას მერე, როდესაც საქართველო მართლა ისევ დაიბრუნებს თავის დამოუკიდებლობას და ისევ ჩადგება, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის მხარეს ნათელ სპექტრს ისევ შეუერთდება თავისი უნიკალური ფერებით და წარმომადგენლობით. და ამიტომ სწორედ აი კახათილიძე არის აი ამ სინდისის მეომრების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი. თან პარალელურად მიმდენად მნიშვნელოვანია, რაც ეს კაცი წარმოადგენდა ზუსტად აი როგორც ემიგრანტი, ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, აქედან წავიდა
უკრაინაში საბრძოლოდ მას ყველანაირად შეძლო აქ მშვიდად ეცხოვრა და მშვიდად გაეგრძელებინა თავისი პირადი ცხოვრებას და კარიერაც, მაგრამ არჩია ამ ადამიანმა ზუსტად იქ რომ თავისი საბრძოლო კარიერა და თავისი ერთგულება ზუსტად იმ საქართველოსათვის ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ და ჩვენ ვიცით ახლა დღევანდელი ქართული შეიარაღებული ძალების უბრალოდ ხედავთ ჩვენ რომ როგორი ეგრეთ წოდებული ნეიტრალიტეტი უჭირავს ისეთ სიტუაციაში როგორც დღეს გვაქვს ჩვენ და ფაქტურად პირისპირ დგავართ ეგზისტენციურ სახელმწიფოების ეგზისტენციურ პრობლემასთან და აი ამ ყველაფერს ერთად თუ შევაჯამებთ აი კიდევ მეორე ეს არის ის მცირე წვლილი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რომ აღვნიშნოთ უბრალოდ რა მხარეზე დგას სად დგას ქართული ემიგრაცია მცირესი მადლობა რომელიც შეიძლება ვთქვათ და რაღაცნაირად ხო ეგ არის ხო ძნელია უბრალოდ ეს მადლობა თუ რამე ყველა მადლიერების გამოხატვაც კი შეუძლებელია უბრალოდ ერთ მხარეზე ადამიანის სიცოცხლე დგას და მეორე მხარეს ხო ვერაფერი ვერ დაუდგება ამას ასე ვთქვათ მეორე მხარეს ბალანსად და გასაწონასწორებლად ერთი ეს არის მინიმუმი რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვხატოთ ჯერ ერთი თანადგომა და პოზიცია დავაფიქსიროთ ქართული ემიგრაციისა სად დგავართ ჩვენ აი დღევანდელ სიტუაციაში სად დგა რომ ჩვენ ქართული ემიგრაცია და სინამდვილე ის ქართველები რომლებსაც და ქართულ ემიგრაციასთან ერთად ჩვენ ხო ბუნებრივი ნაწილი ვარ და ისევ ჭიპლარით ვართ მიბმული ჩვენ საქართველოზე და ქართულ სოციუმზე ადამიანებზე რომლებიც დღეს დგანან ისევ და მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა რეპრესიებისა და ასე შემდეგ კვლავ ჯიუტად აგრძელებენ დგომას იქ სადაც უნდა იდგნენ რადგან მათ კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი მომავლისათვის არა მარტო ჩვენი პირადი ოჯახების, არამედ ჩვენი სახელმწიფოს მომავლისათვის და ეს ყველა გაერთიანებული ერთად გამოვხატავს ზუსტად შეგვიძლია რომ ეს არის გამოხატულება ერთ-ერთი დაფიქსირება იმისა და მიწოდება მესიჯით ამავე დროს იგივე ამერიკელებისათვის სინამდვილეში სად დგას ნამდვილი ქართული საზოგადოება. ამიტომ მას ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ შემთხვევაში არა მარტო როგორც სიმბოლური, ასევე ოფიციალური გამოხატულება, იმიტომ რომ დადგება დღე დარწმუნებული ვარ და არც ისე შორს არის ალბათ ეს, როდესაც შედგება ისევ საუბარი საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის ოფიციალური ურთიერთობის აღდგენაზე, ვიცით ეს მეგობარი აქტი და ასე შემდეგ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძრას და სამწუხაროდ ჯერჯერობით მართალია ბევრი არაფერი კეთდება ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკური წრეებიდან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვიცით რომ ჩვენ არა გვაქვს იმ ხელად ძალა მაგრამ ამ ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს რომელმაც უნდა ისაუბროს ამაზე სამწუხაროდ ეს ისე განვითარდა ამ ბოლო დეკადის განმავლობაში რომ მთლიანად დათმეს ინიციატივა ამერიკასთან და უცხოეთთან საერთაშორისო საერთოდ რეპუტაციის მოპოვებას და მთლიანად გადაერთვნენ ძალიან ადგილობრივ პროცესებზე. ეს ერთი პრობლემაა და მეორე კიდევ რა თქმა უნდა სუბიექტურად ის პრობლემაა რომ არ ცდილობთ აქტიურად ეს ხალხი აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით. და ჩვენ ისე სხვა რა დაგვრჩენია რა რომ შევქნათ ყოველ შემთხვევაში ეს პრეცედენტები დავაფიქსიროთ ჩვენი საზოგადოებრივი აზრი და ეს არის საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება ფაქტობრივად. იმისი სადაც ჩვენ დგევართ, იმიტომ რომ მე ვიცით ვის წარმოადგენდა და რა ძალებს და რა მიმართულებას და რა ასპექტს ქართული საზოგადოებისა წარმოადგენდა სწორედ კახათილიძე. და ნუ ყველაფერთან ამათ რა თქმა უნდა ამას ყველაფერს პირადი სენტიმენტებიც ემატება ჩვენი დამოკიდებულება ამ დიდებული კეთილშობილი ადამიანის მიმართ და რა თქმა უნდა ყველა ნორმალური ქართველი დარწმუნებული ვარ მოხარული იქნება თავის შეძლების და გვარად მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში და ყველანაირად ხარი დაუჭიროს
და დაეხმაროს ეს იქნება პირადად ნებისმიერი სახით ნებისმიერი ჩართულობით ნებისმიერი ჩართულობით კი ბატონო ნამდვილად დიდი მადლობა ზურა ძალიან გასწორედ ის იყო რაც მოველოდი ემოციურადაც და აზრობრივადაც მე მგონი გასაგებია კითხვა აღარ რჩება ახსნამშვენივრად ჩვენი მიზანი და დამოკიდებულება და გადავიდეთ როგორც დაგკვირდით სანამ დაგემშვიდობოდით მე და ზურა ესეთი კალეიდოსკოპის სახით კიდევ ერთხელ რეკლამას გავაკეთებ რაც გვეუბნება ჩვენ ივნისში ერთად ეს არის ჩვენი ღონისძიება ხიდების მშენებლობა როგორც დავათქვით იმიტომ რომ ხიდები უნდა გაიბას ჩვენ უკრაინაზე ვილაპარაკეთ მაგრამ საქართველოს თავისთავად მისაღეთ ძალიან სერიოზულად და ხიდები უნდა აშენდეს ქართველებს და ამერიკელებს შორის ხიდები უნდა აშენდეს ქართულ ემიგრაციას საქართველოს შორის ჩვენ ერთეულებს შორის და ძალიან ბევრი იმის შემოტანა შეიძლება და აი თან ვაჩვენებთ თან გეტყვით ეს არის მაგალითად სამი კომპონენტისგან შეიძლება აშხობულედარი რომელიც ოფენერი ყველა მიცის და უხელმძღვანელებს ამ ძალიან საინტერესო კონცერტს ბევრმა თქვა რა დროს ცეკვა თამაშია და ეს არ არის ცეკვა თამაში ეს არის პროტესტის ფორმა ეს არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სადაც არც ერთი ეს მომღერალი არ იღებს ჰონორარს ესენი მოდიან და თავის პოზიციას აფიქსირებენ ეს იქნება სპორტული თუშის ახალთილიძის ტურნირი ასეც ეხლა იცი რა თუშის სახელს ოდესაც ვბედავთ და მიმართავთ ამ ადამიანის სახელს ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ჩვენ უფლება არ აქვს საერთოდ დროშა გავხაროთ ოდნავ მაინც ოდესაც აი ამ კაცს ვიყენებთ წინ აი ეს არის პანელური დისკუსიები პირველი სამი უკვე გამოცხადებულია ინგლისურენოვანი ია მეორმიშვილი ზურა ვარდანაშვილი იქნება მედია დისკუსია ბიზნესი ანაცხოვრებობა იქნება განათლება იქნება პროტესტის ფორმები იქნება საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები და ასე შემდეგ 24 დღე დაჩათქვი ახლა უკვე 53 ბიზნეს პანელის წარდგენა უკვე შედგა აი ანამ და გიორგი ლაბაძე იქნება ჩვენი და არის უკვე ჩვენი მთავარი კოორდინატორი და ყველა შეკითხვები მასთან ეს არის ჩვენი ლოგო ბრიჯი ხიდები და აი ეს ბიზნეს პანელის წარდგენა გადაცემა ნახეთ ყველა ფერიალი დარიუს გვერდზე და თვითონ ბიზნეს აი ამ ბრიჯების Facebook გვერდზე ეს არის გიორგი ლაბაძის კოორდინატორი აი ეს მინდოდა მეთქვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ იგივე ზურა გურული იგივე სხვა საინტერესო დარიუს სტუდენტები და არა მარტო ფიზიკურად შევხვდებით იქ მოყვებით ხელს ჩამოვართვით ერთმანეთს და ეს იქნება სწორი კომუნიკაციის დამყარება ეს ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცა ამის კიდევ ერთხელ გამეორების საშუალება და ძალიან დიდი მადლობა ზურა ძალიან საინტერესო დასაფიქრებელი